წიგნს კი მხიარული რეცეპტები ქვია ჩვენ კი საუბარს აბსოლუტურად სხვა თემაზე ვაგრძელებთ 4 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. Გადაცემის სტუმრები არიან ქართველი სოპრანო თამარ ივერი და კონცერტის ორგანიზატორი თათია მელაშვილი. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემის სტუმრებისთვის. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო სასწავლო ცენტრის მშენებლობას. ეს ცენტრი გარდა იმისა, რომ მათ დაეხმარებათ პროფესიის შესწავლასა და სხვადასხვა უნარის განვითარებაში, კიდევ რა დახმარებას შესთავაზებთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდებს და რა ეტაპზეა ეს პროექტი? ეს პროექტი პრინციპში ახლა იწყება, იმიტომ რომ ამ პროექტის იდეა არის იმ ადამიანს, ვინც პირველად საერთოდ დააარსა თბილისში აუტიზმის ცენტრი, რომელიც შემდგომში უკვე გარდაიქმნა კლინიკად, გულისხმობ ქალბატონ სოფო კერესელიძეს ერთ-ერთ მშობელს, იგი ექიმი გახლავთ და მას შემდეგ რაც მის შვილს დაუდგინდა შეერთებულ შტატებში ეს დიაგნოზი, მას შემდეგ მან იზრუნა იმაზე, რომ საქართველოში რაიმე სერვისი გახსნილი იყო, რომ ქართულად არაფერი არ ხდებოდა 2010 წლამდე საქართველოში ამ კუთხით საერთოდ. ამიტომ ეს ერთგვარი პიონერი არის ამ მიმართულებით და დაარსა მაშინ ცენტრი, რომელიც მხოლოდ 10 ბავშვს ითვლიდა, სამწუხაროდ მეცვერა ილიას უნივერსიტეტის ძალიან დიდი დახმარებით და დღემდე ილიას უნივერსიტეტი გვეხმარება იმაში, რომ მეუღლება ეს ცენტრი გარდაუქმნით კლინიკად. ეს არის საუნივერსიტეტო კლინიკა, ამერიკული კლინიკის მოდელი არის. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს და უკვე 80-მდე ბავშვი არის და კარგია ის, რომ გაიხსნა სხვა დამატებითი ცენტრები უკვე იგივე ტიპის. იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია და ვერც ერთი ცენტრი ამ მოთხოვნას ვერ აუვა. დაახლოებით აროფიციალურ სტატისტიკით 7000 ბავშვამდე აქვს საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობა. ეს კლინიკა, რომელიც გაკეთდა და შარშანელი და შარშანწითელი საქველმოქმედო კონცერტები, რომელიც ჩავატარეთ, ეს კონცერტი უკვე მესამე წელია იმართება, მოხმარდა სწორედ ამ კლინიკის აღჭურვას და გამართვას, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი ამაში პირველში ილიას უნივერსიტეტის მოწმის. ეს კლინიკა არის მხოლოდ 15 წლამდე მოზარდებისთვის. 15 წლის მერე ეს კლინიკა ვერ დაეხმარება მათ, რადგან სხვა ტიპის სერვისები ჭირდებათ უკვე მათ. აი სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება. ამიტომ გადაწყვიტა ქალბატონ სოფომ ისევ, რომ ერთად გაგვეკეთებინა ის მეორე პროექტი, რომელიც გულისხმობს 15 წლის ზემოთ მქონე აუტიზმის ახალგაზრდების და მოზარდების ცენტრის გაკეთებას. იქ იგეგმება მრავალფეროვანი რამ პირველ რიგში იქნება ასე ვთქვათ, პირობითად უწოდებთ ლაბორატორიებს, სასწავლო ლაბორატორიებს. თითოეულ ამ ადამიანს აქვს ძალიან კარგი უნარები სხვადასხვა მიმართულებით. ამ უნარების განვითარება, გამოვლენა, იმიტომ რომ მაგალითად გვექნება IT ტექნოლოგიების კლასი, გვექნება კულინარიის, ხასახუთი ხელოვნების, მუსიკის, მათემატიკური, რომ ყველა რა თქმა უნდა არ არის გენიოსი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ ძალიან ბევრნი არიან მართლაც უნიკალური უნარებით და ჩვენი ერთ დღეს ძალიან შეიძლება გამოვადგენ ჩვენ საზოგადოებას და არა მარტო საქართველოს, ჩვენ ცივილიზაციას ამაზე არაერთი მაგალითი არსებობს. თამარ, თქვენს გარდა საკმაოდ წელი ჩამონათვალია ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოფიძე, დავით ალადაშვილი, ბევრი ხართ. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომ თქვა ცნობადობა საზოგადოებაში გაიზარდოს აუტიზმის მიმართ და თქვენი შეკრება როგორ მოხდა ყველასი ერთად რომ 4 აპრილს გამოვიდა. პირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ქალბატონ თათას, რომ შემატყობინა და ესე ვთქვათ ძალიან საქველმოქმედო და კარგ აქციაზე დამპატიჟა. მერწმუნეთ მსურველთა რიცხვი ბევრად უფრო მეტიც იყო, უბრალოდ ეს არის რომ ზოგ მომღერალს ამ დროს სპექტაკლები აქვს და ვერ შეძლეს ჩამოსვლა, თორემ ასეთი ტიპის კონცერტზე, რა თქმა უნდა, არავინ არ იტყვის უარს, ეს იმდენად დიდი საქმეა, თუ ჩვენ რაღაც აგურს შევიტანთ ჩვენს ამ დიდ საქმეში და რამე კარგი გაკეთდება. რაც შეეხება ეს თემა, უბრალოდ მე მიკვირს, რომ საქართველოში რაღაც ესე თითქოს ეხამდენად უკვე არა, მაგრამ აბუდადებულივით იყო წლების განმავლობაში. ამ დროს ევროპაში, როდესაც მიწევს ურთიერთობა, თანამშრომლობა თეატრებთან
ოპერებთან ძალიან ბევრი უნიჭიერესი დირიჟორი, ასისტენტი, პიანისტები, კორეპეტიტორები, მე თავად აკომპანიატორი მყავდა წლები. აი ესეთი აუტისტი ადამიანები წამყვან და ძალიან საპასუხსაგებო ისე ვთქვათ სამუშაოებს ასრულებენ თეატრში და ითვლებიან რაღაც უფრო მეტად ანალიტიკური გონების და ესე ვთქვათ რაღაც ძალიან უგანათლებულეს ადამიანებად და მათთან მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უფრო მეცაც გეტყვით, მყავს პიანისტი, რომელიც ვთქვათ აუტისტია და ესე იგი საოცრად ხვდება თვალებს დახუჭავს შენს ინტონაციას, ვთქვათ რა შეგეშალა, რაღაც ნოტი ვთქვათ ისე არ იყო ფოკუსში. შეიძლება უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანმა ეს გაატაროს, მაგრამ აი მათ რაღაცა უფრო მეტად ისე ვთქვათ ციფრული გონება. და აი რაც შეეხება დამალვას, ვიტყვი ახლა ერთ ფაქტს, რომ საოპერო სამყაროში ყველა მიცის ეს სახელი, ნომერ პირველი დივა, სოპრანო, ცნობილი მომღერალი ანა ნეტრებკო, რომელიც ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ მის შვილს ეს პრობლემა აქვს, რომ ისინი ვთქვათ ნიუ-იორკში დაყავს სკოლაში, რომ ესე იგი ვთქვათ რა ეტაპზეა ახლა მისი შვილის აუტიზმი და არ მალავს ეს. თავად მოინდომა და თავად გამოიტანა და მას ბევრმა მუსიკოსმა მიბაძა, თუ ვინმე შვილი ყავს ან რაღაც ეგეთი და პირიქით ამით იმასაც ეხსნება სტრესი და ელემენტარულად ძალიან ბევრი გამამხნევებელი წერილი შეზდის და მე მითხრა რომ პირადად ვესაუბრე, მითხრა რომ ამაში დასამალი არაფერია და იქნება მომავალში რაღაც ამ კუთხით მანაც მიიღოს მონაწილეობა საქართველოში თუ ესეთი კონცერტი ჩატარდება. აი თამარი ამბობდა ახლა რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ ძალიან კარგად აუტისტური სპექტრის მქონე სპექტრის საშლილობის მქონე ადამიანები. რა არის საჭირო რომ ეს ნიჭი და ის რაც ამ ადამიანებს აქვს სწორი მიმართულება მიეცეს და კარგად განვითარდეს საიმისოდ რომ მე სრულფასოვნად შეძლონ საკუთარი ძალების პირველ რიგში ეს ამერიკული ABA თერაპიის არის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია ეს თერაპიის ფორმა არსებობს გასული საუკუნის შუა წლებიდან ძალიან ეფექტური, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თერაპიის ფორმა არის ასევე სენსორული თერაპია, ქცევის თერაპია, მეტყველების ანუ მთელი კომპლექსი არის აქ თერაპიების, რომელსაც ფსიქოლოგები ახორციელებენ, სპიჩ თერაპევტები და ასე შემდეგ. ეს არ ხდება მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით ბავშვთან ან მზარდთან მუშაობა. ეს ყველაფერი მათ ჭირდებათ ერთად. სპეციალისტები თუ არსებობენ, გასაგებია რომ თქვა აშენდათ ხო? უკვე არსებობენ და კიდევ ერთი რაც კარგი მოხდა ის რომ სოფოს ინიციატივით ეს კლინიკა იქცა სწორედ ულიას უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკად, იმიტომ რომ იქ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს მოდულად აქვთ ABA თერაპია და ჩვენ ასე ვთქვათ, გვაქვს საშუალება რომ მუდმივად ვზარდოთ კადრები, რომელიც არა მარტო ჩვენ ცენტრს დააკმაყოფილებენ, უკვე ეს მერე გაიშლება და რეგიონებშიც გადავა დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ იქ საკმაოდ რთული სიტუაცია ამ მხრივ. სასწავლო სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას რომ მიუბრუნდეთ ისევ ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო ლაბორატორიასა და საამქროების მოწყობაც, ხო? ნაწილობრივ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა უკვე მიმართულებები განსაზღვრულით, ურა. პროექტის სახით ეს უკვე გაწერილია, ამ მომენტში მიმდინარეობს მერიასთან დასკვნით ეტაპზე მოლაპარაკება მიწის გადმოცემის თაობაზე და უკვე ჩვენ ზრუნავთ თანხის შეკრებაზე, რომ დაიწყოს მშენებლობა, იმიტომ რომ სადღაც მინიმუმ 2 წლიანი პროექტი მაინც არის ამ ცენტრის აშენება. სწორედ ამას ემსახურება ეს კონცერტი და ამიტომ მინდა ვთქვა ყველას, ვინც გვიყურებს, რომ მობრძანეთ, იმიტომ რომ აი ის შემადგენლობა, რომელიც დგას სცენაზე, მე კიდევ მინდა მათი გვარები უკვე იცის მაყურებელმა, მე კიდევ მინდა გითხრათ შემოქმედებითი ჯგუფი, აბსოლუტურად უანგაროდ ბატონო გოგი ალექსი მეცხიშვილმა და მისმა დიზაინერმა სკოლამ შექმნეს სცენოგრაფია ამ კონცერტის. ალბათონი მარინა ბერძე გახლავთ ტრადიციულად ამ კონცერტების მუსიკალური პროდიუსერი, ბატონი ზაალ ჩიქობავა. მომღერლების ჩამოთვალე თქვენ უკვე თქვით. ანუ ეს შემადგენლობა თავისთავად მეტყველებს ამ კონცერტის კლასზე, ხარისხზე და ძალიან ბევრი მსოფლიოს ცნობილი საოპერო სცენა ინატრებდა აი ესეთ ნაკრებს თავის ანუ ხელმოქმედებასთან ერთად ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა რომ მოусმინოს სხვადასხვა არიან ძალიან ცნობილი ოპერებიდან. თამარ, თქვენ და თავაზობთ 4 აპრილის კონცერტზე მსმენელს. ყველა მღერივართ თითო არიას და იქ რაღაცა ვიცი დუეტებით შეიძლება ჯერ კიდე არ არის პროგრამა ბოლომდე ჩამოყალიბებული. ადრიანა ლეკურერის არიას ვიმღერებ, ჩილეას ოპერიდან ადრიანა ლეკურერით.
წარმატებას გისურვებთ, ურმესი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ხვალ არის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე და ამ თარიღთან დაკავშირებით 4 აპრილს ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება კონცერტი. შეგიძლიათ მიიღოთ ამ კონცერტში მონაწილეობა დაესწროთ, იმიტომ რომ საქველმოქმედო და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის დასწრება. ურმეს მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი სტუმრები იყვნენ ქართველი სოპრანო თამარი ვერი და კონცერტის ორგანიზატორი თათია მელაშვილი. დილა პირველზე დასრულდა, ხო? კი, დასრულდა ჩვენი გადაცემა დილის 7-დან ამ დრომდე ანო თაკალანძე და მე სასოგაციტაზე მუშაობდი თქვენთვის. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.